მამა ჩემის თვალით, ბატონი აკაკი გეგენავას თვალით, გამიცნობთ ცოტა უკეთესად, რადგან მე მას დავუსვა მკითხვებს, რომელზე პასუხებიც მეც ძალიან მაინტერესებს. მზად ხარ? სვანაგზა მაქვს. დამახასიათე სამი სიტყვით. მაძებარი, მებრძოლი და მოსიყვარული. რა არის ისეთი რამ, ჩემს შესახებ, რაც ხალხის უმრავლესობამ არ იცის? ეს საიდუმლოა და ყველამ კიდე გაიგო. ჩემი ხასიათის შესახებ, ან ჩემი როგორც პიროვნების შესახებ. თუ არ მინდა მაგ საიდუმლოს თქვა. ხურში მითხარი. ჩემი საიდუმლო რომელიც მე ოქროს თევზი ისე ვინახავ მეთქი, ამიტომ არ ვიტყვი მეთქი. ანუ არ ამბობ. არ ვამბობ, იმიტომ რომ თუ საიდუმლო, ყველამ თუ იცოდეს, მაშინ რაღა გამოვა, რაღაცით განსხვავებული. კარგი, მე მითხარი, ყურში მე მინდა ვიცოდე. რატო გამოაგდეს ადამი და ევა 64-დან? რომ ის მზად არ იყო კაი ცხოვრებისთვის ერთ-ერთი თემა. ანუ მზად არ ვარ, რომ მე მოვისმინო ეს? სადღაც მასეც არის რა. რაღაც იცი ჯერ კიდევ არა ხა ხო ყველაფერს თავისი დრო აქვს. რა ჩემი უარყოფითი თვისება, რაც შენი აზრით უნდა დავხვეწო. შენი უარყოფითი არის ძალიან ემოცია. ემოცია რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ გადამეტებული ემოცია უკვე გადადის ზარალისკენ, რა ასე რო თქვა და. ჩემი ყველაზე კარგი თვისება? ერთგულება. როგორი ბავშვი ვიყავი? სულ ძიებაში იყავი, რაღაცი ძიებაში და რო ვერ ჭრიდი, აი მანდ იჭედებოდი რა. რო იჭედებოდი, მე ემოცია გითხრევდა, სულს რო ვერ გასცემდი იმას და აი ეს განერვიულებდა რა. რამეს ასეც მხიარული ისტორია ჩემი ბავშვობიდან რა გახსენდება? რა ვიცი ხა უცბად ერთდღე გამახსენდება მე და ჩემი მეუღლე ვზივართ ასე ერთ ოთახიან ცხოვრობთ მაგიდასთან და ანი თამაშობდა იქით რაღაცა და რაღაცა გატეხა რა და თუ დამექცა ხო და ნინასაც ეგ ისტორია ხსენდება გავარდა, გამოვარდა, თუმე რა ხდება, გავარდა, ნაჭერი აიღო, გავარდა და დადის ასე ბუძოს ჩვენაზე ვუყურებთ. გამოვიდა წყნარად დასვენებული, რომ გააკეთოთ და უი რომ დაინახო. განსასაცილო იყო რა. როგორ ფიქრობ, რამდენად გგავარ შენ? რა ვიცი ხა ჩემ თავზე ცოტა ძნელია, მაგრამ ერთგულობა. გგავარ ზოგადად? კი, ემოციებში ხა მეც რო ჩემი ბავშვობა მახსოვს, ემოციები მithრევდა, კი, ემოციები მithრევდა. ანუ ემოციურობით გგავარ და ერთგულებით. და რითი განსხვავდებით მე და შენ? მე კაცი ვარ და შენ ქალი რა. მომენტი, როცა შენი იმედები გავამართლე. შენ ამართლებ ახლა სამწუხაროდ ანის ძალიან ბევრი პრობლემები აქვს და ლაფსუსურ სიტუაციებში ვარდება, მაგრამ ამას ლახავს. უაზრო სიტუაციებში. აი მე მახსოვს ერთხელ გლანდების ოპერაციას გიკეთებდნენ. მე ქიმს გლანდებთან ერთად ხო იმასაც აკეთე პოლიპები და იქიმს არ დაავიწყდა, გადავირიეთ, გამოიყვანეთ ბავშვი ხო როგორი სტრესი ქონდა, სიცხლე რაღაცა და ექიმი მეუნება პოლიპებია და იქ მახსოვს ერთი ბავშვი ტიროდა და ჩვენი ანი შეტრიადა და გადავირიე მეთქი მალადეს ანი და ეს ნუ სამწუხაროდ ასეა ახლა ცხოვრება ისეთია რომ სულ დაბკოლებები, სულ პრობლემები ერთი და იგივე ნებისყოფა. ხო, აი ნებისყოფა არის შენ დამახასიათებელი თვისება, იმიტომ ზოგი ვერ უძლებს ამ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ხუთჯერ, 1000-ზე, ამდენჯერ უნდა გაუძლო, მაგრამ ჩვენი ანი ამას უძლებს. და ეს კარგია, კაი თვისება. უბრალოდ ცოტა მაინც გეცო როგორ შობელი, მაინც ნაღლობ რომ ეს ამხელა ენერგია რო იხარჯება. ხო, კიდე რომ უფრო მარტივად. ხო, მარტივად, იმიტომ რომ მართლა ეხა როცა შეგიძლია 1-2 მოძრაობით გააკეთო და ამის გამო ვიღაცის და რაღაცის გამო 1000-ჯერ აკეთებ, დამღლელია და ამას გაძლება უნდა და ანის ამის თვისება აქვს, რომ ნებისყოფა აქვს, იმიტომ მადლობა. როგორია იყო ჩემი მამა? მამა ვარ რა, ღმერთმა ეს მომცა რა ქვია. ასულგებლობა ხო თორე ახლა ცუდი იქნება თუ კარგი მაინც მამა ვიქნები. ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც გინდოდა რომ ჩემთვის გესწავლებინა. ისეთი ცხოვრება გაქვს სულ იმეებში ხარ, მაგრამ აი ისევ და ისევ აი ეს ემოციები რა, რომ ნაკლებად ემოციურია. ხო, აი, რა ვიცი ხა გაკვეთილები როგორ ჩაგიტარო, მაგრამ მინდა რომ ემოციები აკონტროლო რა. შენი აზრით ჩემი პოტენციალის რამდენს ვიყენებ? აი 100%-დან. ალბათ 60. და იმ 40-ს რატო არ ვიყენებ? ისევ ემოცია გადაგითხრევს იქით, აქეთ გადმოგითხრევს რაღაცა მიზანი. ეს ჩემი ემოცია, ჩემი პრობლემა. როგორი წარმოგიდგენია ჩემი ცხოვრება 10 წელიწადში? ანი მაგი ახლა ისეთი დრო არის არავინ არ იცის, მაგრამ ნუ აი როგორ ფიქრობ, აქ ვიქნები, საქართველოში ვიქნები? არა, საქართველოში იქნება, მაგაც ყალი არ გავა. ჰარმონიაში იქნები და შენ იქნები იქ, სადაც ჰარმონიაა და ამერიკა კია, კარგი, მაგრამ აქ ჰარმონია, ფული, ნუ არ ვიცი ხა, ნუ საქართველოში იქნები. ეხლა რა რჩევას მომცემდი? ისევ იმას უბრუნდები რა, მიყევი შენ გზას და ემოციები კარგია, მაგრამ ემოციებმა არ ჩაგითრიონ რა.